ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ. ეს სესხი საქველმოქმედო ფონდს რატომ გამოართვეთ? გამატარეთ. ბანკი არ არსებობს. დახმარება ხალხს თუ კარგად შენიღბული სქემა წამგებიანი კომპანიების სარჩენად. არ თუ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია თუ გომერებიდან გამოდიხარ? კანონგვერეში გამოაცხადეთ ბიძინა ივანიშვილი. შაბათის ეთერი არ ყვევდა, შექონდა თუ არა ქართულ ანგარიშზე ფული ოთარ ფარცხალაძე რომანოვის ზებნილად გამოცხადებულ გარემოცვას. მართლა ვერ გამორიცხავ სიტყვა ამას, მაგრამ ფაქტიურად მისი გასაჯაროების უფლებამოსილებისგან ჩვენ შეგვიძლია. თუ დასამალი არაფერი აქვთ, ორ თვეზე მეტია, რატომ ტოვებენ წერილებს უპასუხოთ და გაურბიან ჩვენს კითხვებს? რატომ იმალება, რა ფული ტრიალებს, ასეთი რისი გამჟღავნებაც არ უნდათ. რა მადლობა ბატონლაშა, მიპასუხე. ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ქველმოქმედება და პროცენტიანი სესხები მათაც კი არ გაუგიათ. სესხი და პროცენტი თუ მიიღო რა ქველმოქმედება. რას ატრიალებს კაცი, რომელიც ქველმოქმედის სახელით გაგვეცნო? 5 წელი ანგარიშებს რომ არ აქვეყნებს, თქვენი ყოფილი შეფი, რატომ არ გაქვთ რეაგირება? გაქვთ გამბედაობა რომ ითხრათ? დღეს 8 საათზე ნახეთ ქართულ ფონდის რეალური ქველმოქმედება თუ საქველმოქმედო შეღავათებით აწყობილი ბიზნესი. შეგვიძლია ან გაქცეთ, ან არ გაქცეთ. ამ შემთხვევაში პასუხს არ აქცევთ. კი, ეს ჭხეტიანმა გითხრათ? ბეჟვაშვილმა გაუმართვა 350,000 ლარი, თუნა გაენთავისუფლებინა ქონებები. საქმეების დალაგება პროკურატურაში დიდი ფულის სანაცვლოდ. ფული გამოართვით და ჯიბეში ჩაიდეთ? თქვენ არც მოსამართლებს ანდებით, არც პროკურორი. პოლიტიკური ლიდერების საქმის პროკურორის ოჯახს უჩივლეს. ბეჟვაშვილი არის გამოწარბელი მილიონზე, აღაბარაკი მილიონზე. ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამამ მათი დიდი ფული და ბიზნეს წილები წაიღო. და მერე აჩერებს თუ არა პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას და ირაკლი ნადირაძის საქმის პროკურორი მამის წინააღმდეგ გამოძიებას. საიდან გაუჩნდა ხმაურიანი საქმეების პროკურორს ავტომობილი პორშე, მის ოჯახს კი ძვირადღირებული სახლი ლიცზე. მაგას თავის საკუთარი მანქანა არ ყავდა. მაგას პორშე უხიდა, სორს ლექსუსი. სკანდალური საქმე და წილების წართმება ეხება ნავთობის ბიზნესს. ამ ბიზნესშია სუსის უფროსად წარდგენილი გელა გელაძის სიმამრიც. მისი ასე ვთქვათ გავლენები ჯერ კიდევ მუშაობს, სხვა ახსნა ამას არ აქვს. დღეს 8 საათზე ნახეთ საჩივრები, ბრალდებები და პასუხები. სად გაქრათავად პროკურორი ბეჟუაშვილი საჯარო სივრციდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კანონიერი ქურდები საქმის გარჩევაში ჩართო ქალბატონმა ნინო. კანონიერი ქურდები და ტენდერების ფული. ქალბატონი ნინო ხელმძღვანელობს ამ კომპანიას, რომელსაც მილიონობით ტენდერი აქვს მოგებული თუ სხვა პირი. ვინ არის ქალი, ვინც ბიუჯეტიდან 150 მილიონი მიიღო გზების დასაგებად, ბოლოს კი საქმის გასარჩევად ქურდებს დაურეკა. მოხდა კონკრეტულად ორი ქურდული სამყარო წევრის საქმეში ჩართვა. დადგენილია, ბიზნესი ქურდებს ხარკს უხდიდა. ქალბატონი ფაიფურა პოლიციის უფროსმა გააპარა. ქურდების მაყურებელი ფაიფურა, რომელიც ფულს აგროვებდა და აგზავნიდა სპეცოპერაციის დროს აორთქლდა. ბატონო გოგა ფაიფურა თქვენ გააპარეთ? გაქცეული ფაიფურა, საჩხერის პოლიციის უფროსი და პოლიციის უფროსის კავშირები მაგული ივანაშვილთან. ქალბატონო მაგული, გაგალაბაძე სწორედ თქვენი ფავორიტი პოლიციელია და მან გააპარა ფაიფურა. ვინ გააფრთხილა ქურდების მაყურებელი ფაიფურა, რომ სპეცრაზმი მისი სახლისკენ მიდიოდა და როგორ დაიგეგმა გაქცევა სახურავიდან. სადიმალებო ფაიფურა. პირველი ხელი გამამძიებლები ხართ. ჩვენ მოვიპოვეთ ფარული და ქურდებზე თვალთვალის ჩანაწერები, დაკითხვის ოქმები და ოპერატიული ცნობები. 8 საათზე ნახეთ რეკეტის საქმე. ბატონო ირაკლი, ერთი კვირის წინ ამბობდით, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იქნებოდა და რა მოხდა ერთ კვირაში? რამდენ ხანს დატოვებენ კობახიძეს? კობახიძე იქნება შემდეგი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი სახლში გაუშვებს. 7 ჯერ შეცვლილი პრემიერი 14 წელში. რას გვაჩვენებს ოლიგარქ ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა? ბიძინა ივანიშვილმა მით ვერ დაალაგა ეს მთავრობა ამიხსენით. დანიშნე გაუშვი, დააწინაურე დაიჭირე, აქე აძაგე. როგორ მიდიან მაღლა და ენერცხებიან დაბლა ოლიგარქის მმართველობის დროს. დინარაძე არ გინდათ პრემიერად? სუდად გივასარი. ეხლა არსად არ არის? მდინარაძე, რომელსაც 6 წელი სუსის შეფობა გარანტირებული ჰქონდა, 7 თვეში გადააყენეს. დილით კაცი გენერალი გახდა და საღამოს სამსახურის გარეშე დარჩა? დაატრიალეს ახალი კარუსელი ძველი სახეებით.
დღეს უკვე აღარავინ იცის ვისრა ბედიელის ქართულ ოცნებაში. თქვენი შეცვლა ხომ არ განიხილება? უი, რა საინტერესო კითხვებია. დაპირისპირება ეს არის ის, რაც ამდენი წელი ოლიგარქს აძლევინებს. შიდა ბრძოლები და ხალხის ერთმანეთთან დაჯახება. სიძულვილი, რომელიც ძალაუფლების წყაროდ აქცია. რაღაც კმაყოფილოა ეს ადამიანი. სუცვლის ამ პრემიერების და რითველ მოძებნა სასურველი პრემიერი. რა უნდა ოლიგარქს? ნახეთ 8 საათზე. არა, ეს გაუშვი, ხა მომისმინე ერთ